მნიშვნელოვანი პროცესია და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და უკვე ეს პროცესი გავხადეთ ტრადიციული და ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ უკვე მეორე წელია და ამ ტრადიციის ირგვლივ აერთიანებთ ჩვენი ახალგაზრდა დევნილი საზოგადოების წევრებს და უზიარებთ ჩვენ ევროატლანტიკურ პერსპექტივებს და ეს ინიციატივა არის ყოვლის მომცველელი, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულად რაღაცა შეკრების ადგილას ჩვენი ახალგაზრდების ისე ვთქვათ ახალგაზრდების შეხვედრები, ეს არის შემეცნებითი პროგრამა და ინიციატივა და ამ პროგრამის პარალელში გვაქვს შესაძლებლობა რომ ერთმანეთი გავიცნოთ და გავიცნოთ ასე გაუზიაროთ საქართველოს ისტორია, საქართველოს შესანიშნავი პიროვნები მოღვაწეები, რომელიც იყვნენ და მივცეთ შესაძლებლობა ასევე თაობებს შორის დავაკავშიროთ ჩვენ ერთმანეთთან და გაუზიაროთ ჩვენ ეს ემოცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ევროპული არდადეგების პროექტის ფარგლებში გაგრძელდა ღონისძიებების სერია, რომლის ფარგლებშიც 120-მდე ახალგაზრდას საშუალება ჰქონდა მოენახულებინა სათაფლია და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, წვეო და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს და ამავდროულად მიიღო ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ცენტრისთვის, რადგან ახალგაზრდები წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას. ისინი არიან ხიდი როგორც თავის თანატოლებთან, ისევე ოჯახის წევრებთან და ამავდროულად ეს არის სწორედ ის თაობა, რომელიც იქნება თანამონაწილე და შესაძლებელია თანაშემოქმედი სწორედ იმ პროცესების, რომელიც მოემსახურება იმას, რომ საქართველო იყოს სრულუფლებიანი წევრი ევროპული ოჯახის მომავალში. ეს ორი დღე ძალიან საინტერესო წარიმართა ჩვენ მიმყოფებით იმერეთში, კონკრეტულად კი სათაფლია და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და ვანის მუზეუმი მოვინახულეთ. 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ბატონი გიორგი კეკელიძეს ძალიან საინტერესო ლექციის მოსმენის საშუალება მიეცათ მათ იმ ევროპულ ღირებულებებზე, რომელიც ოდითგანვე მოგზდევს, იმ ტოლერანტობაზე, რომელიც ოდითგანვე მოგზდევს და ძალიან საინტერესო გადაკვეთა იყო განსაკუთრებით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი დევნილი ბავშვებისთვის, რომელთაც ძალიან კარგი პერსპექტიული, ეს თქვათ, ტრენინგები უტარდება სხვადასხვა გამოცდილი ადამიანების მხრიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში ეს არის ევროპული ღირებულებების, კლასიკური, კარგი გაგებით ევროპული ღირებულებების გაზიარება და სწორედ იმ განვითარების და ევოლუციური პრინციპის ჩვენება და ახსნა, რაც ევროპამ გაიარა. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების, დევნილების უფრო მეტი ინფორმირება და მათი წახალისება სხვადასხვა პროგრამული მიმართულებები და ჩვენს ძალიან სიამოვნებით, ესე ვთქვათ, ვახორციელებთ ამ პროექტებს ახალგაზრდობის ცენტრთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს ცენტრთან ერთად. უაღრესად კარგი ახალგაზრდები არიან, განათლებულები და ძალიან ესე ვთქვათ, სიღრმისეულ კითხვებს სვავენ და აყენებენ, რაც გვაჩვენებს და გვიდასტურებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი მომავალი ძალიან ნათელია და ძლიერი და მყარი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო არის ამ ბავშვებთან შეხვედრა, რომლებიც აფხაზეთიდან არიან დევნილები, მაგრამ ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ამჯერად იმერეთში. ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ევროპელობა ეს არ არის მხოლოდ არჩევანი საქართველოსი, საქართველო არის ნაწილი ევროპის და აი ამ ნაწილად ყოფნა თავისუფლად გულისხმობს იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს სამყაროს ცენტრში. ამაზე ვილაპარაკეთ და შევთანხმდით კიდეც შევთანხმდით იმაზე, რომ არასდროს არ უნდა გაგვინებდეს აფხაზეთთან ემოციური კავშირი და აი ამ ემოციური კავშირის არ გასანელებლად სწორედ ამგვარი შეხვედრები აუცილებელი. ძალიან სიმბოლური არის აი ეს ლოკაცია შეხვედრისა, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს გულისხმობს დიდ ჯიხაიში. ნიკო ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი ქართველი ამ სიტყვის სრული გაგებით და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა სწორედ აი ამ ადგილას მოხდა. მოზარდები არიან სრულიად შესანიშნავები, სხვა შორის ისინი თავიდან არ აქტიურობენ, მაგრამ აი როცა მთავრდება ლექცია, მე ძალიან ბევრმა მომწერა, ძალიან ბევრმა მკითხა რაღაც, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ აი ამ შეხვედრებმა რაღაც შედეგი გამოვიდა.